გამოფენა პარლამენტის შენობაში. ქუთაისში გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა და საგამოფენო სტენდი გაიხსნა, რომელიც 2 დღე გაგრძელდება. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღნიშნული კანონპროექტით მოხდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია 2013 წელს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნულ პარკებში დანერგილი ახალი ეკოტურისტული პროდუქტების, ინფრასტრუქტურისა და დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთი დაცული ტერიტორია გვემატება 80,000 კვადრატული მეტრი გადაეცემა ახალ დაცულ ტერიტორიებს უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ისე რომ დღეს არის ჩვენთვის სიმბოლური დღე. იშვიათად ესეთ ძალიან მცირე ტერიტორიაზე, როგორც არის სიტყვაზე 250 კილომეტრის რადიუსი, ჩვენ ვნახოთ მაგალითად ხელუხლებელი ტყეები, მაღალმთიანი ტერიტორიები, კარსტული მღვიმეები, ნახევარუდაბნოები, სუბტროპიკები. ეს იშვიათობაა, ამას გაფრთხილება უნდა და ამას